Candace Owens-ის დაღმასვლა გრძელდება, რადგან ახლა ის FBI-ს დაერია და მათ მათხვარები უწოდა. გარდა იმისა, რომ პრობლემა ისაა, რომ FBI-ს რეალურად აქვს მტკიცებულებები განსხვავებით Candace-ისგან და მათ დაამტკიცეს და გამოავლინეს, რომ ის ნამდვილად მათხვარაა. მოდით დეტალებში ჩაუღრმავდეთ. ასე დაიწყო ყველაფერი. FOIA-ს მეშვეობით ოფიციალურად მოვითხოვეთ კაშიპატელის სამოგზაურო გეგმა ჩარლი კირტისის მკვლელობამდე 3 დღით ადრე და ახახან მივიღეთ პასუხი, რომ მოთხოვნა ძალიან მძიმეა. ეს როგორ შეიძლება იყოს კანონიერების ფარგლებში? რა თქმა უნდა, როცა ამას კითხულობთ, იფიქრებთ, რომ ფაქტი, რომ FBI-ს არ შეუძლია ჩარლი კირკის მკვლელობამდე 3 დღით ადრე სამოგზაურო დოკუმენტის მიწოდება ძალიან უცნაურად ჟღერს. მაგრამ მართლა ასე უცნაურია, რომ FBI-ს რეალურად არ აინტერესებს გაამჟღავნოს სად მიდის მათი დირექტორი სამუშაო დღეებში. არა, ეს ასე უცნაური არ არის, მაგრამ ეს არის ის, რასაც ის აკეთებს. ის ეცდება დაგაჯეროთ, რომ სინამდვილეში პრობლემა აქვს FBI-ია. და ერთადერთი პრობლემა ამ ყველაფერში ის არის, რომ FBI ამაზე პასუხობს და ეს მისთვის არც ისე კარგია. მოდით დეტალებში ჩაუღრმავდეთ. Candace Owens-ი ახლახან FBI-მა ამხილა, რომ თავის შოუზე ტყუილებს ამბობს. მან სცადა, რომ FBI-ზე თავისი ვერსია შეეთავაზებინა და მათ რეალურად უპასუხეს. სხვადასხვა მათ პასუხისგაცემა არც კი სჭირდებოდათ. ფაქტი, რომ FBI-ს Candace Owens-ზე პასუხისგაცემა დასჭირდა, აბსურდულია. მას FBI-ზე არანაირი უფლება არ აქვს, მაგრამ ამ ეტაპზე ეს საკითხი იმდენად საჯარო გახდა, რომ უზარმაზარ საკამათო თემად იქცა. ის უბრალოდ მიდის ადამიანებთან და მათ გონიათ, რომ რაღაც უნდა გააკეთონ ამასთან დაკავშირებით. საერთოდ ეს ცოტა სამწუხაროა, ცოტა საცოდავიც კი, მაგრამ გონია, რომ ეს Candace-ის ძალაა და სწორედ ამიტომ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა, რომ ხალხმა იცოდას, რამდენად ფსიქოტიკურია ის. პირველ რიგში გეტყვით ჩემს თეორიას Candace Owens-ის შესახებ. მე მჯერა, რომ ის უტევს ორგანიზაციებს ან ადამიანებს, რომლებიც გონია, რომ არ უპასუხებენ მას. ის გამოიგონებს გიჟურ თეორიას ამ ორგანიზაციის ან ადამიანის შესახებ იმ აზრით, რომ ძალიან დაბალია იმის ალბათობა, რომ ისინი რეალურად უპასუხებენ მის გიჟურ ჭორებს. ან ის ისეთი ნარცისია, რომ გონია იმავე დონეზე ამათთან. და ამიტომ რა თქმა უნდა შემიძლია FBI-ს საჯაროდ დაუპირისპირდა. რა თქმა უნდა შემიძლია ტრამპს საჯაროდ დაუპირისპირდა. რა თქმა უნდა შემიძლია საფრანგეთის პრეზიდენტს საჯაროდ დაუპირისპირდა. მათ უნდა მიპასუხონ მე. მე ხომ ასეთი მნიშვნელოვანი ვარ და თქვენ იცნობთ მას. მას გონია, რომ ის უბრალოდ საუკეთესო რამეა, რაც კი ოდესმე მომხდარა მსოფლიოში. მას შეუძლია შეინარჩუნოს თავისი ჩართულობა, შეინარჩუნოს ყველა თავისი ფანი ჩართულად, მაშინაც კი როცა ძალიან ცოტა წინააღმდეგობა აქვს. ასე რომ სწორია, ხო, მაგრამ ასე გონია მას. მას გონია, რომ დიდ წინააღმდეგობას ვერ მიიღებს. სამწუხაროდ მისთვის FBI-მ უპასუხა და ზუსტად როგორ, ამას მალე ვნახავთ. სხვათა შორის, აი ესეც საპასუხო რეაქცია. მე მირაკი ვარ, თქვენი წამყვანი. დარწმუნდით, რომ დააჭირეთ გამოწერის ღილაკს, მოიწონეთ ეს ვიდეო, უბრალოდ ჩართეთ შეტყობინებები. თქვენი თითოეული გამოწერა საშუალებას გვაძლევს გავზარდოთ ჩვენი მისია, გავზარდოთ ჩვენი იმპულსი. რეალურად ვიბრძოლოთ ინტერნეტში გიჟების წინააღმდეგ. და მე მართლა ვაფასებ, რომ აქ ხართ, ასე რომ ყველაფერი რაც უნდა გააკეთოთ არის დააჭიროთ ამ ღილაკს. გადავიდეთ მთავარზე. აი გაზე უპასუხა FBI-მ, რადგან მან გააკეთა ასეთი გაუგონარი განცხადება, რომ თითქოს მან მართლაც მოითხოვა კაშიპატელის 3დღიანი მოგზაურობის განრიგი, სანამ ჩარლი კირკს მოკლავდნენ. და ამბობს, რომ FBI-მ უთხრა, მოთხოვნის ტვირთი ძალიან დიდია. მან კითხა, ეს საერთოდ როგორ შეიძლება იყოს კანონიერი? გოგო, მართლა ასე მოხდა? და სანამ შენ არა ეს ნამდვილად არ არის ის რაც მოხდა. ძრუფასო Candace Owens გთხოვთ გვაჩვენოთ დოკუმენტი, რომელიც გამოგიგზავნეთ და ადასტურებს თქვენს FOIA-ს მოთხოვნას, სადაც ვამბობთ, რომ მოთხოვნის ტვირთი ძალიან დიდია. შენი შოუ, ზუსტად ისე როგორც ყალბი ახალი ამბების მედია გამოაშკარავდება, როცა იტყუები. ვიმედოვნებთ ეს დაგეხმარებათ. სხვათა შორის რა საოცრად ეპიკური პასუხია. FBI ამბობს, გვათვალეთ მტკიცებულებები, ჩვენ გვინდა ვნახოთ მტკიცებულებები. თქვენ ჩვენგან მტკიცებულებებს ითხოვთ. სად არის შენი მტკიცებულებები, Candace? რა თქმა უნდა, Candace არასოდეს შეუძლია მტკიცებულებების ჩვენება. ყველაფერი, რასაც ის აკეთებს, არის ადამიანების ონლაინ შევიწროება, მაგრამ მოდი ეს დავიკითხოთ. მოთხოვნის ნომერი, რაღაც. საგანი კაშპატალის ოფიციალური განრიგი, კალენდრის შეხვედრები და მოგზაურობა 7 სექტემბრიდან 10 სექტემბრამდე საინტერესოა. სიამდვილეში არ ვიცი, მთავრობა ვალდებულია თუ არა ეს ინფორმაცია წარმოადგინოს თუ ვინმე ამას მოითხოვს. შეიძლება ეს კანონია. დიდად მნიშვნელობა არ აქვს. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენი მოთხოვნის დამუშავებაზე მოქმედებს არაჩვეულებრივი გარემოებები. არაჩვეულებრივი გარემოებები მოიცავს ერთ ან რამდენიმე შემდეგ სცენარს. არსებობს საჭიროება მოიძებნოს და შეგროვდეს ჩანაწერების հավელი ოფისებიდან და სხვა ოფისებიდან, რომლებიც გამოძიების ფედერალური ბიუროს ჩანაწერებისგან განცალკევებულია. ლეგიტიმაციის განყოფილება ამას აზრი აქვს. არსებობს საჭიროება მოიძებნოს, შეგროვდეს და განიხილოს დიდი რაოდენობის ცალკეული განსხვავებული ჩანაწერები. ძალიან ბევრი ჩანაწერია. არსებობს საჭიროება კონსულტაცია გაიმართოს სხვა სააგენტოსთან ან იუსტიციის დეპარტამენტის ორ ან მეტ სტრუქტურასთან. ეს უჩვეულო გარემოებები დააყოვნებს ჩვენს შესაძლებლობას, რომ თქვენი მოთხოვნის შესახებ გადაწყვეტილება 20 დღის განმავლობაში მივიღოთ. ასევე შესაძლოა თქვენს მოთხოვნაზე შნაზე შესაბამისი გადასახადების გადახდა გახდეს საჭირო.
არაჩვეულებრივი გარემოებების გამოყენება არ ნიშნავს იმას, თუ როგორ უპასუხებს FBI თქვენს არსებით მოთხოვნას. ეს წერილი გაცნობებთ, რომ ეს არაჩვეულებრივი გარემოებები ვრცელდება თქვენი მოთხოვნის დამუშავებასა და გადაწყვეტილების მიღების დაყოვნებაზე. თქვენ გაქვთ შესაძლებლობა შეამციროთ თქვენი მოთხოვნის მოცულობა. ეს დააჩქარებს პროცესს და შესაძლოა თქვენი მოთხოვნა სწრაფი დამუშავების რიგში მოხდეს. რადგან მკითხულობ ამ ყველაფერს? იმიტომ, რომ მინდა თქვენ დაინახოთ ძალიან მარტივი ფაქტი. ამ წერილში არსად წერია, რომ ამ მოთხოვნის ტვირთი ძალიან დიდია. უბრალოდ წერია, რომ მოგიწევთ ლოდინი, იმიტომ რომ გამოიცანით რა. FBI Candace Owens-ის გრაფიკით არ მუშაობს. თქვენ გაქვთ შესაძლებლობა შეამციროთ თქვენი მოთხოვნის მასშტაბი. ასევე შეიძლება შემცირდეს ძიებისა და დუბლირების ხარჯები და მიიღოთ ინფორმაცია უფრო სწრაფად. FBI იყენებს მრავალრიგიან დამუშავების სისტემას, bla bla bla. გთხოვთ წერილობით შეგვეტყობინოთ, თუ გსურთ თქვენი მოთხოვნის მასშტაბი შემცირების განხილვა. მიუთითეთ ტელეფონის ნომერი თუ გაქვთ, სადაც შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ აღმოსავლეთის სტანდარტული დროით 8-დან 5 საათამდე. თქვენი პასუხი გაგზავნეთ მისამართზე, bla bla bla. დამატებით, თუ არ ხართ მაყოფილი FBI-ის გადაწყვეტილებით ამ პასუხით ამ მოთხოვნაზე, შეგიძლიათ გამოიყენოთ ქვემოთ ჩამოთვლილი რომელიმე ან ყველა შესაძლებლობა. დაცნო თქვა ისაა, რომ ვფიქრობ ეს ძალიან კარგი მოთხოვნაა, თუ გავითვალისწინებთ, რომ Candace Owens-ი პირდაპირ ყველაზე უხეში ფორხაში ფორმით უპირისპირდება FBI-ს. მოდით ნახოთ. ცადეთ თქვათ, ღმერთო ჩემო, FBI იტყუება, მათ მტკიცებულებები მოიტანეს. ამიტომ FBI-ს სწაფი რეაგირების ჯგუფმა უპასუხა Candace Owens და უთხრა: "გთხოვთ, გვაჩვენეთ დოკუმენტი, რომელიც გამოგიგზავნეთ თქვენი მოთხოვნის დასადასტურებლად, სადაც ვამბობთ, რომ მოთხოვნის ტვირთი ძალიან დიდია." ნახეთ, სიურპრიზი, Candace არ აქვს მტკიცებულებები. თქვენი შოუ ზუსტად ისე როგორც კალბი ახალი ამბების მედია გამოაშკარავდება, როცა იტყუებით. ვიმედოვნებთ ეს დაგეხმარებათ. ასე რომ FBI-მ არა მხოლოდ გამოააშკარავა მისი ტყუილი, არამედ შეადარა იგი ყალბახალი ამბების მედიას. ეს ალბათ რამდენიმე თქვენას გააღვიძებს. არა, ეს არ მოხდება, არავინ გაიღვიძებს. თუ ჯერ კიდევ ვერ მიხვდით, რამდენად აბსურდულია Candace-ი, ვერც ვერასდროს მიხვდებით. და აი ანგარიშის ასლი. ყველაფერს არ წაგიკითხავთ, რადგან ძალიან დიდხანს გაგრძელდება, მაგრამ შეგიძლიათ გადაიღოთ სკრინშოტი და მოგვიანებით წაიკითხოთ. კარგია, რომ ძალიან სწრაფად კითხულობ და დიდხანს არ დაგჭირდა. იმედია ეს რამდენიმე თქვენგანს გააღვიძებს. თუ ის ამაზე იტყუება, უბრალოდ ლოგიკურად, თუ თქვენის ადამიანი ხართ, ვინც უსმენს ეს ჯერ ამისი, თუ ამაზე იტყუება და ეს უკვე დადასტურდა, რომ ტყუილია, კიდევ რაზე გატყუებდათ? ყველაფერზე, აბსოლუტურად ყველაფერზე, იმიტომ რომ ეს არის ის, რასაც Candace-ი აკეთებს. ნახოთ, როგორ უპასუხებს Candace-ი. მართლა არაფერი უკეთესი საქმე არ გაქვს, ვიდრე მთელი მსოფლიოს წინაშე ცურილმანებზე ჩაციკლული პატარა ბოი იყო. არ გწხვენია, რომ სხვა ქვეყნებს შეუძლიათ ამ ანგარიშის წაკითხვა. როცა თქვით უარი, ვგულისხმობდით უარს FOIA-ს პასუხის სავალდებულო 20 დღიან ვადაში გაცემაზე. სინამდვილეში ამას უარი არ გვეთქვა, მითითებული იყო არაჩვეულებრივი გარემოებები, ამიტომ მას ჩაუთეთ მულის სრულ ეპიზოდზე, სადაც ვაჩვენეთ რა სამსაფუძველზე მოხდა ეს უარი და ასევე შევთავაზეთ თქვენი ოფისის მხრიდან ცვლილებები. გააქვს უკეთესი გზა ჩვენი გადასახადების დახარჯვის, ვიდრე ისე მოიქცე, როგორც პატარა ბუმო, რომელსაც არ ესმის, რომ იქს უნდა იყოს ლაკონური. კლიკბეიტი მართლაც წარმოადგენს იუსტიციის დეპარტამენტის მცირე პრობლემას. ვინ მართავს ამ ანგარიშს? შეგვიძლია ეს გადავამოწმოთ? მასხარა. სად არის Candace? სად არის ამის დავადასტურებელი ქვითრები? ეს ძალიან მარტივი უნდა იყოს. სად არის ის დოკუმენტი? სად არის ქვითრები? სად არის მტკიცებულება? არ არის იქ, არასდროს არის იქ. არასდროს არის რეალური მტკიცებულება და ამ ეტაპზეც კი თუ ეს მტკიცებულება გონია, რომ ალბათ ხელოვნური ინტელექტია, რადგან იმ გოგოს ერთი წამითაც ვერ ენდობი. მადლობა თუ ამ საკითხზე მოსამართლე ხარ.